მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შაბათია, ვისვენებ. გუშინ არ ვიყავი, იმიტომ რომ მობილური იმდენად დამჯდარი მქონდა, რომ ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ გადავიღებდი. შეერთებული იყო და წამდაუწუ მაინც ითიშებოდა. ახლა აქ მინდებს ლაკი წაუსვი უკვე შრება და ხოლოდ დასაკიდი აქ გასაკეთებელი, არ ვიცი თუ მოახერხე ახლა და გაჩვენეთ. მოკლედ აი ესეთი ნამუშევარია. მეორე ფენაც უნდა გადავუსვა. არ ვიცი ჩანს თუ არა. კარგად მოვყიდო. აი ესე. მოკლედ ეს ღამე აქ ვიტრინები შუშენ, მოკლედ როგორც დავინახე მე სიტუაცია. ხო, ეს უკვე ჩამოსაკიდებლები გაკეთებული აქვს. ხო, საკიდი გადარჩა მარტო და ეს ანუ საკიდი თვითონ ეს გადაჭრილი უკან შეღებულობსო. ესენი უკვე გაკეთებულია. ანუ გასაღებების საკითხი. ხო და ასე რომ შაბათ დღეს დავუთმე ამას. კიდე რაღაცა ანუ ის გამზადებული რომ აქვს ფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს, ჯერ არ მაქვს იდეა. მგონი უკვე პროცესში მოვა ეს აზრები, ეს მახასიათებს ხოლმე. წინასწარ არ გეგმავ ხოლმე. ხანდახან არის რომ უბრალოდ იდეებს ვიღებ Pinterest-დან, გავთვალიერებ ხოლმე და მე ჩემი ვერსია მიჩნდება ხოლმე და ჩემი ის მაქვს ხოლმე რაღაცა. თუმცა ყოფილა ადრეს ვთქვი, რომ ერთი ნამუშევარი იმდენად მომეწონა, რომ ლამისა ერთ-ერთში გადავიღე. ეს იყო ყვავილები გირჩებისგან, მე გაფერადებული იყო აკრილის საღებავით, თუმცა მე მაშინ აკრილი არ მქონდა და დედას ჰქონდა ჭურჭლის მოსახატი საღებავები საკმაოდ ძვირი და იმითი გავაკეთე. ხო, რა ხდება ახლა? ვისვენებ, დღეს მინდოდა გასვლა, მაგრამ ცოტა გვიან გავიღვიძე. ხო, ამანათი მივიღე გუშინ. 28 რიცხვში გავაკეთე, ასე ვთქვათ, შეკვეთა. სარიცხის დავრეცხე დღეს. სოსოს საბანი და ეს მოკლედ თეთრული. ხო, ახლა გაჩვენებთ, მოდით ჯერ დაგაყენებთ. გაყენებთ აი აქ. შტატივი უკვე გამოსადებული. მედია ასე. ხო, ისეთ აი იქნება აქ რომ განათებაც ჩამერთო. მიწუდება ნეტა, მგონი უნდა მიწუდეს. ვეცდები ახლა. ეს თავისი შნური. კი, მიწუდება. თავარია აქ დენის წყარო. ხო. საწყის მანქანას გამოვერთებ. ხორჩადნა არა. უბრალოდ მიჭიდროთ იყო. მეშინდა იმიტომ რომ ეს არის ძალიან განათა. ახლა მას ესე დავუკლებ. აი ეს სიჩუბია და იქნაკლები. ცოტა მეტი. ნუ ეს ერავშოს. ხო, სოსოს დაბადების დღისთვის მინდოდა, მაგრამ ვერ გავთვალე თანხის ამბავშიც, თანხაც არ მქონდა იმდენი და მეთქი კივალები მაქვს და ვისტუმრებ ეტაპობრივად, მაგრამ მიუხედავად მაგისა, მეთქი ეხლა თუ არ გავაკეთე, აბა როდის ხარ გავაკეთებ თქო და იცით ჩემმა ძველმა გაუმწერებმა პრიორიტეტები მე როგორ მაქვს ხოლმე გადანაწილებული. თუმცა ისიც ვიცი, რომ ისიც აუცილებელია, ანუ გადასახადები და რაღაცა. მაგრამ ჩემთვის ახლა მე თუ მკითხავთ, ის გადასახადები ფაქტიურად ჩემთვის, ანუ აზრობრივად გადაყრილულად მიმაჩნია. ხო, მოკლედ აი ესეთი ბოტასებია. უკვე ეცვა გუშინ საღამოს, ანუ მოვაზომე. ეს შნურკები თასმები თუ როგორ არის გაგულ.
მოკლედ ესენი მოხსენით, შემებურად გავუკეთე, იმიტომ რომ ვიტანჯები ისე არასწორად გამოდის, მოკლედ აი ეს ცოტა თავისუფლად რო იყოს რა. ხო და ძველი მეთოდით გავაკეთე, ხო, რა უჭირს. აი ესეთი ბოტასებია, საკმაოდ მსუბუქები, სიმართლე გითხრათ, სუნი ქონდა თავიდან ისეთი საშინელი მძაფრი, ანუ აი ეს რაღაცა ქიმიური, რომ გული კიდე ამ გამისკდა რა. ხო, თან სამსახურში ვიყავი, რომ დამირეკეს და ახლოს როა სამსახური გამოვირბინე უცბად, დავხვდი 42 ნახევარია, მეგობრებო, 42 ნახევარი. საერთოდ ახლა სოსოს 42 ზომას ვახმარებ უკვე. აქ აი ამდენით აი ესე ცოტა, ну აი ნახევარი ზომით მართლა ცოტა მეტია, მაგრამ რა უჭირს, თავია თავისუფლად ექნება ბავშვფეხები და აქ კარგად აქვს რა. მე ხო სულ მაგას ვდარდობდი, რომ ანუ აი ეს ეგრეთ წოდებული პადიომს ეძახიან, ну კარგად აქვს და მოეწონა. გაიქცა, გამოიქცა, მეთქი რამე არ დაეჯახს, არ დაამტრიოს და მოკლედ კმაყოფილია. ესო ბოტასებიც ხო და რამდენი ხანია უკვე მინდა მიკროფონი, მეგობრებო, გამოვიწერე და მივიღე ესეც, ეს ორი მიკროფონი. ეხლა გაჩვენებთ ჩემ გაბჭებულს, გახსოვთ. დაიმტვერა თაროზე მოდა. მოკლედ, არ ვიცი ახლა ესეც წავა თუ არა ამაზე ეს მიკროფონი, იმიტომ რომ ეს ცოტათი სხვანაირია. ეს სხვა გამოშვება, მოკლედ ამის თავისი ფასი იყო 100 რაღაცა, 136 თუ რაღაცა ლარი და ფასდაკლებით 22 და რა, ну მოკლედ 23 ლარში გამოვიდა ეს ორი მიკროფონი თავისი ადაპტერით და მოკლედ გადამყოლით და დამტენით. ამისი აი ეს ნაწილი, აი ეს ნაწილი გამიტყდა და ამიტომ პრაქტიკულია რა, მოკლედ ახლა ჩავრთავ და ვნახოთ როგორ ისმის. კი გავტესტე უკვე, სოსოსაც გავუკეთე ერთი მეორე, აი რომ იქნება ისეთი ვიდეო, რომ სოსოც იქნება ვიდეოში, პრობლემა აღარ გვექნება. თან გარეთ ღიაცის ქვეშ ხმები, ანუ სხვა ხმები რო ყურს არ ჭრიდეს, ძალიან კარგია. რაღაცას რო საუბრობ, თან რომ მოშორბე კიდევაც იმას კამერას მობილად. მოკლედ კარგად გაისმება. ეხლა გავთიშავ და გავტესტოთ. ხო, შუქი ანქია. ციმციმებს მწვანე. მეორე მიკროფონი ეხლა ამ ეტაპზე არ მინდა. ეხლა ვფიქრობ, ესეც აქ ხო არ ჩავდოთ, ხო. ნეტა ეს თუ მუშაობს ამ ადაპტერზე. აბა შევხედოთ. ცა როგორ ეს რომ მოვიხსნა. აბა ისმის ამაში. შევავწოთ. თუ ისმის ძალიან კაი, მაშინ სამი ადამიანი შეძლებს ერთად ვიდეოს ასე ვთქვათ ინტერვიუს ავით. კარგით. მოკლედ გაყოფილი ვარ მიკროფონი. და ბოდიში დავდო ნახმა იყო. უკვე რამდენი ხანია ეს მიკროფონი მინდოდა. მუშავარი რო ვიყავი საიდან როგორ ვერანაირად ვერ გამოვიწერდი. ხო და ისევ საყურებლად არის კარგი და მოსასმენად, იმიტომ რომ ხარისხი უმჯობესდება ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესი მიკროფონებიც არის, ისეთი, რომლებიც როგორ ვთქვათ, რაღაცნაირად ისე ხავერდოვნად ისმის ხმა და
ძალიან კაია. ხო, თავარია სოსო კმაყოფილია და დღეს მინდა რომ გავატესტინო, გარეთ გავისეირნებთ, ვუთხარი რომ უბრალოდ გავიაროთ, გავისეირნოთ თქო და მარტო სოსო და მეც მომენატრა გავლა, იმიტომ რომ რამდენი ხანია საერთოდ არ გავმიბლია. ნუ აი ჩემთან ახლა უკვე ერთი და იგივე მარშრუტი ცოტა იყოს დამღლელია, კი, რა თქმა უნდა, მიხარია ხოლმე ჩემს ნახვა, მაგრამ სულ ერთი და იგივე. თვალს მინდა წყალი დავალევინო. ხო, რაც შეეხება ახლა ინტერნეტში ისეთი ამბები მესმის ბლოგერებისგან გავიგე რაღაცეები, ეს უცხომ რაღაცა ისეთი ვიდეოები და მოკლედ რო ვთქვა რომ შოქში ვარ, თქო, გაგიკვირდებათ? იცით რა არის? უკვე რეაქციაც აღარა მაქვს, იმიტომ რომ უკვე ზუსტად ვიცი რაც ხდება, როგორც ხდება, რის კენ არის ეს ყველაფერი მიმართული და ამიტომ ღმერთმა გამძლეობა და ასე ვთქვათ წმენის უფრო მეტი სიძლიერე მოგცეთ ღმერთმა იმ ხალხს, ვისთვისაც ეს უცხოა ესეთი თემები და ვინც ასე ვთქვათ ერთგულია და აი როგორ ვთქვათ შეულახავი და თავის ასე ვთქვათ რო იტყვიან, მოდით ეს ცოტა მათ ვიტყვი, პირველ ჩვენებას რომ აწვევიანო რა. მოკლედ, ვინც ასეთები ხართ და რწმენა თქვენთვის უპირატესია და მოკლედ სიძლიერეს და გამბედაობას და გამძლეობას გისურვებთ, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ესეთ სიტუაციაში იმყოფება, ვფიქრობ, რომ ძალიან მებრალებიან, მაგრამ მათი საქმე სამწუხაროდ წასულია. ხო და მე მგონია რომ იმდენად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის შედარებით ახალი თაობა, რომ აი ძალიან როგორ ვთქვათ, ლაბირინთებში არიან. აი როგორ ეგეც არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ ეს აზრი. მოკლედ სიკვდილისაც რო არ ეშინიათ, არ ითქმება. ანუ რო თვლიან რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არის რა. აი ესეთი ხალხი არის მგონი ის, ვინც ესე ზერელეთ უყურებს სამყაროს ცხოვრებას და ერთი მინდა ვთქვა, რომ თუ არაფერი არ არსებობს, მაშინ ისინი უკვე არ არსებობენ. უკვე არ არსებობენ. როგორ შეიძლება ცნობიერი არსება, ანუ რაღაცას აცნობიერებდე, რაღაცაზე ფიქრობდე და უცბად გაქრე. როდის უნდა მიხვდე, რომ გამქრალი ხარ? აი, როდის? ნუ მოკლედ ეს ძალიან ისეთი ცოტა რთული თემაა, მაგრამ გამგები გაიგებს და მე მგონი მიხვდება, რომ მაშინ არ იარსებებდა საერთოდ ცნობიერება, არ იარსებებდა აზროვნება და ასე და ასე შემდეგ, ესე რო იყოს მოწყობილი. ეს იმათ საყურადღებოდ, ვისაც გონია, რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არსებობს. ხო. რაც შეეხება წინა ვიდეოს კომენტარებს, მომეწონა თქვენი პასუხები. ყველა პასუხი მისაღები იყო, თუმცა რა არის, იცით, მაინც ისეთი იმაში ვარ, ორმაგი ესეთი, იმიტომ რომ არის ხოლმე მართლაც რომ ეკლესიაც აღიარებს ესეთ რაღაცას, ამას ვერ ვუარყოფ, მე ვინ ვარ და რა უფლება მაქვს რომ რაღაცა ვუარყო, იმიტომ რომ სადაც არსებობს კეთილი ძალა, იქ არსებობს ბოროტი ძალა, ხო? არის ისიც მართალი, რომ თქვენს რომ უბრალოდ შარლატანები არიან და ანუ ფულის კი, რა თქმა უნდა, ეს არის და არის, თუმცა არის ისეთები, რომლებიც საერთოდ არანაირ, ასე ვთქვათ, ანაზღაურებას არ იღებენ და რაღაცებს ქმნიან ცუცს, ვიძახი რა, ცუცს, ზოგი არა ცუცს, ნუ მოკლედ ჯადო სხვადასხვა სახის არსებობს. ნუ ჩვენ ძირითადად უფრო აღვიქვამთ როგორც ცუდს, ხო? ანუ ჯადო როგორც ცუდს. ანუ რაღაცა მაგიური, რაღაცა რიტუალი, მოდით ესე უფრო დავარქვათ. ხო, ნუ
ჯადო ალბათ უფრო ცუდია? არც ეს არ ვიცი, მეგობრებო, სიმართლე გითხრათ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა, რაღაცა არსებობს. აა, მაგრამ ის, რომ ახლა ეს ვამტკიცო მე, ან არსებობს, ან არ არსებობს, მოკლედ, აი, კოსმოსში მომიფრინავს ადამიანი ჯერ დედამიწა რო შესწავლილი არა, ეგ თემაა რა, მოკლედ არ ვიცი. და იმიტომ ჩავწერე ეს ვიდეო, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა. თუმცა მეორე მხარეც, ანუ აი ხო ხდებით აი ეს თქვენში რომ ორი ის რომ გელაპარაკება რაღაცა თან თითქოს უარყოფ, თან რაღაცის თითქოს, იმიტომ რომ ადამიანების აზრსაც ხო აქვს მნიშვნელობა. ეხლა ზოგი იძახს რომ მე ძალიან მჯერა, ზოგი იძახს მე არ მჯერა. მე ახლა ცოტა სკეპტიკოსი ვარ, ესეთი რაღაცების ახლა დიდად სანამ მართლა ჩემი თვალით რაღაცას არ დავინახავ და რაღაცა შეიძლება რთულად აღვიქვა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი რა, მოკლედ, მაგრამ პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო ორივე, ასე ვთქვათ, ორივე კუთხით. იყო ისეთიც, რომ ამბობენ, რომ არსებობს, მეორე მხარე იძახის, რომ არ არსებობს. ჩემი პირადი გითხარით მე, რომ მე რატომღაც მგონია, რომ რა ვიცი, ყველაფერი ხელოვნური არის, არ ვიცი, ამაზრსენი და ღმერთი ამას არ ღებულობს და ღმერთზე ძლიერი თუ არის მეგობრებო ვინმე, დამიწერეთ, აბა ღმერთზე ძლიერი თუ არსებობს ვინმე. ხო, ასე რომ ცოტა ისეთი საკითხია რა. კარგით, ახლა მე კიდევ ერთ ყავასავლევ, დღეს უკვე ეს მე-3 ჭიქა იქნება. 3 პარტია, თუ 2 პარტია სარეცხი დავრეცხავ მასოს, მე მაკარონი მოუხარშე სოსს, მარტო სოსს არა, ეხლა მეც ვარ სახში. ხო, გუშინ ღამე ბარკლები მასკენი შევწვი. მოკლედ ეს გავაფორმე, მაკარონი ოხრახუში დავჭერი. ესე რა, ეს ცოტა გადარჩა. მოვაყარე ამ მაკარონს ხორცთან ერთად. გუშინ კიდე სალამონს სალათი გავაკეთე. ის ეგრეთ წოდებული კისლა-სალატკი სოუსი როა. სხვათა შორის ხშირად ვიყიდი ხოლმე, კარგია, თუმცა არის კიდე სხვა ვერსიები, ანუ ბოთლებში. ის ცოტა ძვირია, მაგრამ ის ჯობია, იმიტომ რომ ტევადობით მეტია. აქ ცოტა ჩადის მგონი. რამდენი გრამი? 190 გრამია, მეგობრებო, ამაში. ეხლა არის აქ ძალიან ცოტა დარჩენილი, ერთი გაკეთება სალათის გამოვა ალბათ. კი, ერთი გაკეთება გამოვა. ანუ ბევრი არ უნდა. ხო. მერე იმას კიდე მექსიკური კარტოფილის სოუსსაც გავაკეთებ. მეორედ რომ ვადუღებდი ყავას, გადმომივიდა. ანუ გავერთე იმ ჩემი ისი ეგრეთ წოდებული ключница რო ქვია, იმიტომ რომ ქართულად არ ვიცი რა ქვია, მართლა არ ვიცი. და გავერთე იმის კეთებაში და გადმოსულა, ჩამქრალა, გადიოდა ეს გაზი, გადიოდა და თან ახლა ვფიქრობ, ხო არ დაიხარჯა თქო. ხო, მოკლედ ესეთ ამბებში ვარ რა, ახლა დასვენების დღეა, მინდა რომ ცოტა მოვდუნდე რაღაცა სახლის ამბებში ვიყო და ესეც ვაკეთებ, ვიდეოსაც ვიწერ. არა, 3 პარტია დავრიცხე, ახლა მაგას ვფიქრობდი. კარგით, აბა მეგობრებო, მე მგონი კიდე ჩავწერ გვიან ვიდეოს. მოკლედ წმენა არ მოგვაკლოს ღმერთმა, გამძლეობა და ყველაფერი კარგი. აბა დროებით.